თბილისის დამისამართების პროექტი, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს და მასში მონაწილეობენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტო და ჩართულია აგრეთვე თბილისის მერია. მინდა აქვე აღნიშნო, რომ პროექტი მიმდინარეობს USAID-ის დაფინანსებით და დახმარებით და საკმაოდ მრავალფეროვანი საქმიანობაა დაგეგმილი. პირველ რიგში ეს ეხება მისამართების მოწესრიგებას და როცა მისამართების მოწესრიგებაზე ვსაუბრობთ, მე მინდა აქვე კიდევ ერთხელ აღნიშნო, რომ აქ არ არის მხოლოდ იმაზე საუბარი, რომ გავიაროთ ქუჩები, დავადგინოთ შენობების ნომერაცია, შემდეგ მასში რეგისტრირებული პიროვნებების რეგისტრაცია და ამით ამოვწუროთ ჩვენი საქმიანობა. აქ საუბარი ეხება პრაქტიკულად ყველა ქონების იდენტიფიცირებას, წარმოიდგინეთ, ყველა შენობის დადგენა ხდება, მისი დატანა ხდება ელექტრონულ გაზზე, პლუს შენობაში რა ბინებიც არის, ყველას დატანა ხდება, მათი ნომერაციის დადგენა ხდება, მათი ნახაზების ამოხაზვა ხდება და ელექტრონულ ფორმატში მათი განთავსება და ეს არის პირველი ეტაპი სამუშაოების, რომელსაც უშუალოდ საჯარო რეესტრი ახორციელებს. ელექტრონული რუკის მომზადების შემდეგ, როცა უკვე ფაქტურად საბაზისო მონაცემები, რუკის მონაცემები არის დასრულებული, ეს მონაცემები ავტომატურად ელექტრონულად ეგზავნება სამოქალაქო რეესტრს და შემდეგ ხდება ცალკე ჯგუფების გაგზავნა უშუალოდ უკვე მოქალაქეების ბაზის დასადგენად იმ მოქალაქეებს, რომელიც რეგისტრირებულები არიან კონკრეტულ უძრავ ქონებაზე. საკმაოდ შრომატევადი საქმიანობაა და ძალიან ხშირად გვიწევს მოქალაქეების შეწუხება, ამიტომ თქვენს გაწუხებთ, რომ კიდევ ერთხელ მოვახდინოთ მათი ინფორმირება, რომ ჩვენი თანამშრომლები, რომელიც სპეციალური ბეჯით დადიან, ესენი არიან კონტრაქტული კომპანიები, რომელიც ახორციელებენ აზომით სამუშაოებს, ხელი შეუწყონ მათ და მიეხმარონ ამ საქმიანობაში, იმიტომ რომ ამ მონაცემების ზუსტ მონაცემების დადგენას ძალიან მრავალმხრივი მნიშვნელობა ექნება მომავალში. აქ არის საუბარი არა მარტო იმაზე, რომ მისამართები მოწესრიგდება თბილისში, აქ არის საუბარი იმაზე, რომ დადგინდება აბსოლუტურად ყველა კომერციული ობიექტი, ყველა გზების მიმართულება და შესაბამისად საკმაოდ მაისში უკვე როცა ეს სამუშაოები დასრულდება, საკმაოდ საინტერესო ელექტრონულ გზას მივიღებთ თბილისის შესახებ, სადაც ყველა ძირითადი ინფორმაცია იქნება დატანილი და პირველ რიგში ეს იქნება გამოსაყენებელი ისეთ სამსახურების, როგორც არის ფოსტა, როგორც არის სასწრაფო დახმარება, სახანძრო სამაშველო სამსახურები, იმიტომ რომ ყველა ქონებაში შესასვლელი იქნება ცალკე დაფიქსირებული, იქნება დაფიქსირებული ელექტრონულ გზაზე, ასე ვთქვათ, სახანძრო გასასვლელები, ყველა უსაფრთხოებისთვის საჭირო ღონისძიებები და რა თქმა უნდა მოქალაქეებისთვის ეს იქნება მთავარი ბენეფიტი ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს დუბლირებული ნომრები საბოლოოდ და ეს გაურებული მისამართების საერთოდ სამუდამოდ იქნება გასწორებული და შესწორებული და ეს პრობლემა ვფიქრობთ, რომ თბილის მაინც სამუდამოდ მოეხსნება. ეხლა რატო ხდება თვითონ ისტორიას მივყვეთ მისამართების პრობლემა რატო წარმოიქმნა? ის რომ ძალიან ბევრი ქუჩა სახელი შეეცვალა, შემდეგ მოხდა ბევრი მათგანის დანაწევრება, დაყოფა, ახალი სტატუსების მინიჭება და ძალიან ბევრი მშენებლობები, რომლებიც განხორციელდა თბილისის ცენტრში. დღესაც მიმდინარეობს ეს პროცესი, ინგრევა ძველი იტალიური ეზოები, მათ ადგილას შენდება ახალი კორპუსები და შესაბამისად ეს იწვევს ნომერაციის არევას, ახალი ნომრების წარმოქმნას ან დაყოფას და ხშირ შემთხვევაში დღეს ჩვენ გვაქვს მოუწესრიგებელი სამისამართო მეურნეობა. და შეიძლება ითქვას, რომ ერთ და იგივე ქუჩაზე შეიძლება შევხვდეთ დუბლირებული ნომრები და არის შემთხვევები, როდესაც მაგალითად ქუჩის მხრიდანაც აქვს კორპუს მისამართი, აქვს კვარტლის მხრიდანაც მისამართი და ეს იწვევს გარკვეულ გაუგებრობებს. აი სამუშაოების დასრულების შემდეგ პრაქტიკულად ესეთი პრობლემები თბილისში აღარ იქნება, ყველა მისამართი იქნება ელექტრონულ გაზს დატანილი და შესაბამისად შესწორებული. უკვე შემდეგ ჩვენ მუშაობთ თან მერიასთან, თვითმმართველობასთან და ხდება ესე იგი ესეთი მისამართების მიწოდება, შესწორება ავტომატურ რეჟიმში და შემდეგ უკვე ჩვენთან სწორი მისამართის დაბრუნება. პარალელურად სამუშაოები გაგრძელდება უკვე შემდეგ, როცა ეს პროექტი დასრულდება, უშუალოდ ქუჩების სახელების მოწესრიგებასთან დაკავშირებითაც, რომ აქ უკვე ჩაერთებიან ქალაქგეგმარების სპეციალისტები და ეს უკვე ხანგრძლივი პროცესია და მოქალაქეების გამოკითხვაც გეგმება ამ კუთხით, ვის როგორ უჩვენია და ასე შემდეგ იგივე მასივები დარჩება თუ ქუჩების სისტემა დარჩება, ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ აქ თავარი რაც არის და რაც გვინდა აღვნიშნოთ და ეს გვინდა რომ აუცილებლად ყველა მოქალაქისთვის იყოს გასაგები, რომ არავითარი ხარჯი მოქალაქეებს აი ამ მისამართების დადგენასთან ან დაუშვა-ცვლილებასთან დაკავშირებით არ ექნებათ. ეს ყველაფერი განხორციელდება ავტომატურ რეჟიმში. ჩვენი ბაზები არის საკმაოდ მომზადებული მაგისთვის იგივე სამოქალაქო რეესტრში, რომლებიც გაცემენ არა ძალიან მრავალ ცნობებს იგივე ჩვენთან საჯარო რეესტრში იგივე ქონების სამონაწერების შემთხვევაში ან გასვლის შემთხვევაში ეს ახალი მისამართი ავტომატურად ჩაიწერება
ახალ დოკუმენტში და ამისთვის მოქალაქეებს არ მოუწევთ დამატებითი გადასახადების გადახდა. მე აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენთან საჯაროებში საიდენტიფიკაციო მონაცემის ცვლილება, რაც არის მისამართი, ისეც უფასოა დღეს მის ცვლილება, მაგრამ მაინც მომავალშიც არ დაჭირდება მოქალაქეებს, რომ მოვიდნენ სპეციალურად ამის გულისთვის და დაუშვათ ჩააბარონ განცხადების შეცვალა, ეს მოხდება პროცესის თანმიმდევრულად, როცა ისინი გადაწყვეტენ რაიმე ტრანზაქციის ჩატარებას. დანარჩენი ეს ყველა მისამართი ძველიც ახალიც იქნება შენახული და ყველა სახელმწიფო ორგანიზაციისთვის მიწოდებული. აი ეს არის რაც მინდოდა ჩვენ დაახლოებით ვთქვა, რაც შეეხება საჯარო რეესტრის ნაწილში, მინდა გითხრათ, რომ უკვე დამთავრებულია ძველი თბილისის ნაწილის სამუშაოების კუთხით, თარდება ვაკის საბურთალო და უკვე გაშლილია სამუშაოები ისანის ამგორის დიდუბის მიმართულებით და აგრეთვე ჩუღურეთის რაიონის მიმართულებით. სამუშაოებს რეალურად შექმნის რუკას და შესაბამისად როგორც სოსომ აღნიშნა გადმოგვეცნობა ელექტრონული მონაცემთა ბაზა მისამართების რეესტრის და ჩვენ ვიწყებთ შემდეგ კონკრეტულ სამუშაოებს, ეს არის მოქალაქეთა რეგისტრირებულ მოქალაქეთა მისამართებზე იდენტიფიცირება. რეალურად ჩვენ დღესდღეობით გვაქვს ესეთი სიტუაცია, რომ ყველა მოქალაქეს, რა თქმა უნდა, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში უწერია მისამართი, თუმცა ეს მისამართი ხშირ შემთხვევაში არაკორექტულია, ან სწორად კორექტულად არასახავს ამ მისამართის სახელწოდება. არ არის მისამართი კორექტულად დაფიქსირებული. რეალურად თითეული მოქალაქის ახალ მისამართზე იდენტიფიცირება იგეგმება და მინდა მოუწოდო მოქალაქეებს, რომ ამ პროცესში გარკვეულწილად ითანამშრომლონ ჩვენ ჯგუფებთან, რათა მოხდეს სწორად მათი მონაცემების დაფიქსირება მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. რაც შეეხება მოქალაქეთა მხრიდან ვალდებულებებს, ამ ეტაპზე მათ არანაირი ვალდებულება არ გააჩნიათ. რეალურად მათი მონაცემები კორექტული გახდება ავტომატურად ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ცვლილება სავალდებულო არ არის. რაც გულისხმობს იმას, რომ თვითონ სამისამართო რეესტრი შეინახავს, ასევე სამოქალაქო რეესტრის სააგენტო შეინახავს ამ ადამიანთა ძველ რეგისტრაციის მისამართებსაც და ახალ რეგისტრაციის მისამართებსაც. ჩვენი სამუშაოები ალბათ პირველ ეტაპზე ძირითადად დაიწყება მარტის თვიდან, მარტის დასაწყისიდან. ძირითადად ალბათ ეს სავარაუდოდ ეს არის საბურთალო და ვაკის რაიონები, ასევე შესაძლებელია იყოს კწანისის რაიონი და ეტაპობრივად ამ წლის განმავლობაში ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენი სამუშაოებიც დავამთავროთ თბილისში სრულად რა. აი ეს არის ეს. დიახ. დიახ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის მისამართი დაუზუსტება მონაცემთა ბაზაში მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც რეგისტრირებული არიან ამ მისამართზე. ის ადამიანები, ვინც ხირით ცხოვრობენ და არ არიან რეგისტრირებული მისამართზე, ამ შემთხვევაში ეს პროექტი მათ არ შეეხება. ჩვენ არ ვახდენთ აღწერას კონკრეტულ მისამართზე მოქალაქეთა ცხოვრების. უბრალოდ ხდება იმ მოქალაქეთა განაწილება ახალ მისამართებზე, რომლებსაც უკვე დაფიქსირებული აქვთ ესა თუ ის მისამართი თბილისის მასშტაბით. იგივე პირადობის მოწმობა და პასპორტი, სადაც ეს მონაცემები არის შეტანილი, ესეც უფასო იქნება? როგორ? პირადობის ახალი ტიპის პირადობის მოწმობებში მისამართი საერთოდ არ ფიქსირდება და მათთვის ვისაც აღებული აქვს ID ბარათი, რეალურად შეცვლა არ არის საჭირო, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დოკუმენტის გამოცვლა სავალდებულო არ არის. მონაცემთა ბაზაში დარჩება იდენტიფიკაციის საშუალება, რა ერქვა ამ მისამართს ძველად, ან როგორ იწოდებოდა ამ ადამიანის ძველი რეგისტრაციის ადგილი და დღევანდელი ფაქტიური მისამართი ახალი სახელწოდებით როგორ გამოიყურება. ამიტომ სავალდებულო პირადობის მოწმობის შეცვლა იმ მიზნით, რომ მოხდა გადამისამართება არ არის, თუმცა ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქე გამოცნის პირადობის მოწმობას, რეალურად მას დაუფიქსირდება ახალი მისამართი. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თვითონ ბარათში ფიზიკურად მისამართი აღარ არსებობს. მაინც მონაცემთა ბაზის დონეზე რჩება. აი დაახლოებით თუ რა პროექტის როგორ? ქალაქებში ქუთაისში ბათუმში წელს დაიწყება ახლა ძალიან მალე დაიწყება ეს პროექტი რუსთავში და ის დროა თბილისი უბრალოდ დიდი ერთეულია ჩვენთვის
სამშობლოს ასამართლად რომ სანათქვილის არ დავამთავრებს სხვა რაიონის სხვა ქალაქების მომზადება ძალიან გამოჩნდება შესაბამისად როგორც თბილისის დავამთავრებს და ვისაც პარტიკულად წელს შემდეგ გადავერთებით უკვე სხვა რაიონის ცენტრებს თუმცა მანამდე მიმდინარეობს ამ მონაცემების დამუშავება და მომზადება რაც საჭირო იქნება შემდეგ წელს ამ სამშობლოს განსახორციელებლად და პარალელურად მიმდინარეობს სოფლებში დიდ სოფლებში მიმდინარეობს ეს პროცესი რასაც სამხალხო რეესტრი ახორციელებს თბილისში დაახლოებით როგორი სამთავრება მაისისთვის დაამთავრებს საჯარო რეესტრი დაახლოებით თიანობაში პროცესი დამთავრდება ივლისისთვის სადღაც ივლისის ბოლოს საარჩევნო ციების დამთავრებასთან დაკავშირებით არტაკარ იქნება დამთავრდება უფრო ადრე ვიდრე თქვა თქვენი გადამოწმება გადამისამართება და ხო შექმნის ეს დამატებითი პრობლემებს ციების დასრულებაში ან თუ გაქვთ ამასთან დაკავშირებით რამე არა, პროექტის დასასრული რეალურად არის ივლისის ბოლო, მე რამდენადაც ვიცი საარჩევნო ციები ცოტა უფრო ადრე უნდა იყოს დასრულებული. ამიტომაც სავარაუდოდ ჩვენ მოგვიწევს მონაცემთა ბაზის ძველი მონაცემებით გადაცემა ამ ეტაპზე რა. ძველი მონაცემები. ანუ უზუსტობები არ შეიძლება. უზუსტობები დღესდღეობითაც სწორდება. კარდაკარ სიარული მისამართს ვერ შეცვლის, ხომ? ეს პროცესი არის შრომატევადი პროცესი, ერთ დღეში ამის დასრულება შეუძლებელია. ჩვენ ეტაპობრივად განაწილებული გვაქვს საკმაოდ ეს სამუშაოები. პირველი ივნისისათვის. საარჩევნო ციების დაზუსტებაში ხარ შეიძლება პრობლემები დადიან კომისია დადის შესაძლებლად კარდაკარ და აღწევს ციებს, ხო? ჩვენ გადამისამართებას ეჭვით და აღნიშნული კონკრეტული მისამართების ჩვენთან გადამისამართებას აქ ხარ შეიძლება უზუსტობები არანაირად ძველი მისამართი პირველ ეტაპზე ფუნქციონირება სწორედ ინვენტარიზაცია ყველა მისამართის დადგენა და ეს პროგრამის დატანა შესაბამისად ძველი მისამართის ყველა იქნება შენახული და არანაირი პრობლემა დაუშვათ ძველის და ესე არ მოხდება რომ მივაჩვენ და ყველას გადავმოვა ახალ ნომერს მივაჩვენ ახალ ნომერს პირველ ეტაპზე მივაჩვენ მხოლოდ იმ მისამართებს სადაც არის დუბლირება და აუცილებელია რომ ნომერი შეიცვალოს მაგრამ ამის შესახებ აუცილებლად კეთდება შესაბამის ბაზებში აღნიშნა და ყველასთვის ეს იქნება ცნობილი